გუშინდელი ვიზუალურადაც არა მარტო შინაარსობრივად, ამ მართლა ძალიან შთამბეჭდავი შეხვედრის შემდეგ, ხო, წმინდა პეტრეს ტაძრის, კათედრალის შუაში დადგმული ორი სკამი აშკარად სახელდახელოთ და, მსოფლიოს ლიდერი, თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ზელენსკი, რომლისადმი დამოკიდებულებაც იქ შეკრებილმა 170 ქვეყნის დელეგაციამ, რომელთა შორისაც, სხვათა შორის ტელემაყურებელს მინდა შევახსენო, ვინ არ იყო, რა თქმა უნდა, პუტინი და რუსეთი, ეს თავისთავად მეტყველებს მიუხედავად იმისა, რომ თითქოს რაღაც მსოფლიოს ენაზე შემოbrunდების შანსები ტრამპთან ურთიერთობამ გაუჩინა პუტინს, აი გუშინდელი დღე მეტყველებს იმაზე, რა დონის ხელჩამოურთმეველი არის ცივილიზებული სამყაროსთვის, ხო? თავად პუტინი მაქვს ამ შემთხვევაში ხედულობაში, მაგრამ ზელენსკისთან შეხვედრა და ამ შეხვედრის შედეგები როგორი შეიძლება იყოს? ძალიან ძლავრი სიგნალია, ფაქტია, რომ ვიზუალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სიმბოლის მნიშვნელობა აქვს და ასევე შინაარსაც მნიშვნელობა აქვს. ფაქტობრივად ეს მოლაპარაკებები, რაც ამოიწყო ტრამპმა, მივიდა იმ კონკრეტულ კრიტიკულ მომენტამდე, რომ ბევრს მიაჩნია, რომ ჩიხშია შესული და ჩიხშია შესული სწორედ პუტინის გამო. განსაკუთრებით იმ ბოლო პერიოდში, დაბომბებით და ამ შეტევებით და ამ გადათქმებით, რომელიც მიაჩნდა მის წარმომადგენლს ვიტკოვს, რომ რაღაცას მიაღწია შეთანხმებას, რომელიც მეტწილად რუსულ ინტერესების გათვალისწინებაზე იყო და უკრაინის დაყოლებაზე. ანუ პუტინის პოზიცია, რომ ეს ხუთი რეგიონი რაღაცა ფორმით მაინც იყოს რუსული გავლენის ქვეშ, ასევე ის, რომ უკრაინას არ ქონდეს ნატოში შესვლის პერსპექტივა და გამოაცხადოს პუტინმა რაღაც გამარჯვება, როგორც ჩანს, ამერიკელები ცდილობდნენ უკრაინა და დასავლეთი, განსაკუთრებით ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი დაეყოლებინებდათ. მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მარტივი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, რომ პუტინს არანაირი შეთანხმება არ ჭირდება, მას უნდა ომის გაგრძელება, მას არანაირი ესეთი მსგავსი შეთანხმება, ან უბრალოდ ვერთვლის, რომ მიაჩნია, რომ ტრამპს როგორც უნდა ისე ეთამაშება. აქ უკვე ტრამპი შემოდის ამ საუბარში, ის პირდაპირ პუტინს აბრალებს ყველაფერს, ამბობს, რომ როგორც ჩანს, შემით манипуლირებს და მეტწილად უკრაინის პოზიციას იჭირავს და ის სწორედ აღნიშნეთ, გიორგი, თქვენ, რომ გახსოვთ ბოლო მათი შეხვედრა იყო ძალიან დაძაბული, სკანდალური და ეხლა როგორც ორი ძალიან ახლო, ესე ვთქვათ, მოკავშირე, თან ძალიან სიმბოლური იყო, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის და იტალიის აი ამას პროცესში არიან შუამავლები და ეს იძლევა გარკვეულ იმედს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბოლომდე არ მიატოვებს უკრაინას და თავისუფალ სამყაროს ევროპის სახით რუსეთის პირისპირ, იმიტომ რომ მე ადრეც ვისაუბრე, რუსეთის და პუტინის ინტერესში არის მუდმივი ომი ევროპაში. მას არ აქვს გეგმაში გაჩერება უკრაინაზე, მისი გეგმები შედის და ამაზე საუბრობს დაზვერვის სამსახური, ევროკავშირის ქვეყნების თუ სხვა, ბალტიის ქვეყნები იქნება ეს პოლონეთი თუ სხვა, იქ საზღვარი არ მთავრდება პუტინის ომისთვის. და ამას რუსებიც და მათ შორის რუსი ანალიტიკოსებიც გაცაუბრებენ. სხვა შორის რუსი ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების რეაქცია იყო საინტერესო, მათ შორის ალბათ გამორჩეული იყო მარკოვის ცნობილი პოლიტოლოგი და ისევრიც იყო კომენტარი იყო, რომ ზოგადად რუსები არიან გაოცებულები თურმე როგორ შეიცვალა ხასიათი ტრამპის და ზელენსკის დემონურმა ძალებმა მოახდინეს გავლენა ტრამპის განწყობასა და პოზიციებზე. ციტირებ მე ამ შემთხვევაში, ხომ და სერიოზულად ამბობს და დემონებს რაც შეეხება და რაც შეეხება ზოგადად პუტინის მიზნებს. ერთის მხრივ სრულიად ცალსახად ერთმნიშვნელოვანია, რომ მან უკვე მიაღწია ერთს იმას, რომ ომის შემდგომი მისი სრული საერთაშორისო პოლიტიკური სივრციდან იზოლაციის შემდეგ ის კვლავ გახდა დალაპარაკებადი. ბოლოს და ბოლოს ტრამპთან შეხვედრასაც კი უმზადებდნენ, თუმცა ტრამპის თანაშემწეებმა თქვეს, რომ უახლოეს მომავალში ასეთი შეხვედრა საერთოდ აღარ განიხილება. მეტიც, ტრამპის ადმინისტრაციისაგან გამოჟონა ინფორმაცია, ვიცით, რომ 100 დღე სრულდება მომავალ კვირას მისი პრეზიდენტობის, ის აპირებს მიჩიგანში გაფრენას კვირის დასაწყისში, სადაც გასული 100 წლის ანგარიშს წარადგენს, ძირითადი აქცენტები ეკონომიკა და მიგრაციის პრობლემის მოგვარება იქნება, რა მიმართულებითაც მას მართლაც სერიოზული შედეგები აქვს დადებითი.
და ისაუბრებს აგრეთვე თავის შემდგომი 100 დღის გეგმებზე. ხა ტრამპი რას და როგორ იზავს, ეს დროებით კი არ გადავწიოთ გვერდზე, ვერც გადავწევთ, იმიტომ რომ ის განწყობებზე და ადგილობრივი საზოგადოების განწყობებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ თქვენ ახსენეთ მისი ეს ბოლო პოსტი, რომლის ბოლო ნაწილის ციტირებასაც ვახდენთ ხოლმე ჩვენ და სიუჟეტშიც ის ბოლო ნაწილი იყო და ის პოსტი საკმაოდ ვრცელია და მანამდე მთელი მიმოხილვა არის. ტრამპი საუბრობს ცალკეულ მედიებსა და ჟურნალისტებზე, რომლებიც მისდამი კრიტიკულად არიან განწყობილები, რომლებმაც გამოთქვეს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპი ადვილად манипуლირებადი გახდა და პუტინი როგორც თოჯინას ისე ათამაშებს და რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე, აი ეს არის ამის წინაპირობა და ამას მოყვა მერე ის რისხვა, რომელიც პირობითად რომელიც გამოავლინა კრიტიკა პუტინის მისამართით. ანუ არ არის ესე, რომ ტრამპი არაფერზე დამოკიდებული არ არის და არაფერს ანგარიშს არ უწევს და ვიტკოფის მეშვეობით ეხლა იმის რა ქვია პუტინის განწყობების ტყვე შეიძლება იყოს აშკარად. ეს მაინც ამერიკაა. ხო, ეს ამერიკაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისევ დემოკრატიულ ქვეყანაზე ვსაუბრობთ. ძალიან მნიშვნელოვანია ტრამპისთვის ეს განწყობები. გიორგი, თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ ეს ჟურნალისტები საინტერესო არის, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სატელევიზიო ქსელი Fox-ი განსაკუთრებით ამ დაბომბების შემდეგ ბოლო 3-4 დღე აკრიტიკებს ტრამპს. ესეთი რამე ტრამპს არ ახსოვს და ეს მას არ უნდა. რომ არ შეიძლება რომ ტრამპი დადგეს მკვლელის და დიქტატორის გვერდზე. განსაკუთრებით ეს გამწვავდა სააღდგომო დღეებში და ბრძოლა დღეს. და ეს Fox-ი არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ მისთვის, იმიტომ რომ ფაქტიურად შիր შემთხვევაში მიაჩნიათ, რომ Fox-ით მართავს მის კომუნიკაციას მთელ ამერიკის შეერთებული შტატების მომხრეებთან, ვინც ყავდა. თან ყველაზე მნიშვნელოვანი ამ რამოდენიმე ფაქტორია. შიდა პოლიტიკა, რა თქმა უნდა, განსაზღვრავს მის საგარეო პოლიტიკას. 60%-ზე მისი ამომრჩევლებს მიაჩნია, რომ მისი მიდგომა უკრაინის პრობლემის მოგვარებასთან მცდარია, მხოლოდ 30 მიაჩნია, რომ ეს არის სწორი, ალბათ, ისიც ეჭვსქვერში აყენებს. ამავე დროს მოდის შუალედური არჩევნები კონგრესში, სენატში, ძალიან იმძავლა სწორედ რესპუბლიკელი სენატორების კონგრესმენების კრიტიკამ ამ მიდგომისადმი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ძალიან ღიად უკვე საუბრობენ ამერიკული ანალიტიკოსები, სწორედ უშრობის საბჭოს დივნის ბატონი ვოლცის, სახელმწიფო დივნის ბატონი რუბიოს კრიტიკულ დამოკიდებულებას პუტინის პუტინთან მიმართებაში და ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, პუტინი ითხოვს მაქსიმუმს. ანუ ფაქტიურად ომი უნდა დამთავრდეს რუსეთის პირობებზე, უკრაინა ფაქტიურად აღარ იარსებებს და განახლდეს ამერიკა რუსეთს შორის ჩვეულებრივი სტრატეგიული დიდი ბიჭების ურთიერთობა, რომელიც ფაქტიურად არაფერს არ თმობს და ფაქტიურად ამერიკას აყენებს ძალიან ცუდ მდგომარეობაში. შესაბამისად, ტრამპისთვის ეს თემა და ვისაც გონია, რომ ტრამპი მართლა ესეთი მიამიტია, ძალიან მნიშვნელოვანია. აქ უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ მან აღმოაჩინა, რომ ევროპელების გარეშე მისი პოლიტიკა სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით, აღიარებასთან დაკავშირებით, სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით, უბრალოდ არ შესრულდება. ყირიმის აღიარება, რომელიც ისევ რუსების გამოშვებული, ეგრეთ წოდებული დეზინფორმაცია, და ამერიკელები ამას რომელიც არცად ოფიციალურ განცხადებაში შეეხება შტატების მხრიდან არ ყოფილა. თავისთავად, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგად ესმით, რომ რეალურად ეს არის დასაბამის, რომ ჩინეთიც კი არ აღიარებს. ევროპა არავინ არ აღიარებს, ანუ ამერიკელები და რუსეთის და აფრიკის გარდა, ანუ აქ მით უმეტეს სერიოზული პრობლემები ექნება ტრამპს და მისი ეგრეთ წოდებული მხარდაჭერა და ეგრეთ წოდებული approval rating, რასაც ეძახიან ამერიკაში, ასეთი დაბალი ისტორიაში არ ქონია ამერიკის შეერთებულ შტატებს 40%-ზე ქვევით ჩავიდა, შესაბამისად მათთვის ეს არის სერიოზული პრობლემა მით უმეტეს შუალედურ არჩევნების კონგრესსა და სენატში, რომელიც მათ შეიძლება დაკარგონ უმრავლესობა კონგრესში, სენატში და მისი მთელი ეს პოლიტიკა, რომელიც თქვენ აღწერეთ მიგრაციასთან იქნება თუ სხვა თემებთან, უბრალოდ აღარ შესრულდება და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გზავნილი, აი ესე ვთქვათ, გაგების დონეზე ვიტკოვის მეშვეობით მისი სპეციალური წარმომადგენლის, რომ საშუალება ქონოდა ტრამპს სწორედ 100 დღეში დაესრულებინა ეს მოლაპარაკებები, რაღაცა ფორმით მაინც მისულიყო ცეცხლის შეწყვეტის თემასთან დაკავშირებით შეთანხმება და ესეც კი არ გაუკეთა პუტინმა, ეს საჩუქარიც კი არ გაუკეთა პუტინმა ყველა იმ დათმობის მიუხედავად და ტრამპს და მისი ამ ჩეულები ძალიან კონკრეტულად აყალიბებენ პოზიციას, რომ პუტინს შეთანხმება არ უნდა, მას
არანაირი ინტერესი არ აქვს ომის შეჩერების და დასრულების. ერთადერთი ინტერესი შეიძლება რაზეც შეიძლება დაითანხმო, რაც უკრაინის ინტერესებში თავისთავად შედის, ცეცხლის შეწყვეტა, რაღაცა შეკავების, ზეწოლის და შემდგომი საფრთხის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირიდან ერთობლივად წამოარ პუტინმა გაიგოს, რომ ესე ყოველგვარი კონტროლის გარეშე მას არ შეუძლია უკრაინას ესე ვთქვათ ისევ ტერორში და მუდმივ ცეცხლში. ბატონო, ზუსტად ეს არის საინტერესო წერტილი. ფაქტია, რომ ამერიკის ჩართულობის ხარისხი ისე ვეღარ გაგრძელდება, რაც იყო მთელი ამ ომის განმავლობაში. ფაქტია, რომ ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეიარაღების მოცულობასთან დაკავშირებით ალბათ შემცირდება. არ ვიცით, ყოველ შემთხვევაში ინფორმით მიწოდება არ მოხდება. რა ვერსიები განიხილება და თავად შეერთებული შტატების ინტერესებიდან გამომდინარე, ხა ის მსოფლიოს სამყაროს სახელმწიფოა თავის ინტერესებით მსოფლიოს ყველა წერტილში, ეს იმ ტიპის წონასწორობა არის მსოფლიო მასშტაბით, რომ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ევრაზიული მიმართულებით მნიშვნელოვანი ჩავარდნა ყველა შემთხვევაში გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს, თუნდაც იმ პრიორიტეტულ მიმართულებას, რასაც ინდოჩინ წყნარი ოკეანის მიმართულება ქვია, ხო? ან თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ის წითელი ხაზები, რომელსაც არ დაარღვევს შეერთებული შტატები იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი უკრაინის კონფლიქტიდან მისი გამოსვლა პირობითად მოხდება. ეს გამოსვლა შინაარსი როგორ შეიძლება იყოს? ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით ამაზე პასუხი. ძალიან ბევრი ადამიანი ვინც შეხედულია, სწორედ ტრამპის პიროვნებიდან გამომდინარე, რამოდენიმე ვერსიას განიხილავს, მათ შორის ის რომ თუ ის დაინახავს რომ პროცესი არ მიდის მის სასარგებლოდ, მან უბრალოდ შეიძლება ყურადღება გადაიტანოს და რაც თქვენ ნახწერეთ 100 დღეს რო შესრულდება, გადაიტანოს შიდა პრობლემებზე, დააბრალოს ყველაფერი ისე რუსეთს და უკრაინას, თქვას რომ ჩვენ შევეცადეთ და მათ არ უნდათ, ჩვენ ფულით ამას აღარ გავაგრძელებთ რომ ხალხის ხოცვას და ფაქტიურად მთელი პასუხისმგებლობა ევროპას გადააბაროს. ამის ალბათობა არსებობს მისი პიროვნული ფაქტორიდან და მისი პიროვნული ესე ვთქვათ პოზიციებიდან გამომდინარე, რომელიც პიროვნულად იგებს გადაწყვეტილებას, იქნებოდა ეს ტარიფები, იქნებოდა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები თუ პუტინთან დიალოგის აღდგენა. მეორე უფრო რეალისტური ასეც მიაჩნიათ, რომ უბრალოდ იმდენად აი სწორად აღნიშნეთ ბალანსი არის გლობალური, რომლის დარღვევა პირველ რიგში ამერიკის ინტერესებს დაარტყავს და სერიოზულ პრობლემებს შექმნის გლობალურად ამერიკისთვის. აქ უკვე სერიოზული კითხვა ჩდება თვითონ ამერიკულ საზოგადოებაში, ელიტებში, ფინანსურ, ეკონომიკურ, სამხედრო თუ სხვა, რომ ესეთი ნარატივიც იქნა შეთავაზებული რამოდენიმე ადამიანის მიმართ, რომ ტრამპი ხო არ არის არასწორი პასუხი სწორ კითხვაზე. ანუ რეალურად რამდენად ის სწორად უმკლავდება იმ პრობლემებს, რომელიც რეალურად არსებობს, დაგროვდა და მოგვარება ჭირდებოდა. მაგრამ რამდენად ის არის რეალური სწორი პასუხი, როგორც ის იქცევა, ეს რა თქმა უნდა მას დააფიქრებს, იმიტომ რომ მისი მეორედ მოსვლა საპრეზიდენტად და იდეაში გეგმა რომ გაგრძელდეს მისი საქმე ან მესამე ვადით გააგრძელოს, აქ ჩავარდნა უკრაინის, ევროპის გლობალური უსაფრთხოების, გლობალური ეკონომიკის და ვაჭრობის და სხვა მიმართულებით, ეს ხო საერთაშორისო ბალანსია, რომელიც შეიძლება დაირღვას და ყველა მაგას საუბრობს, ამერიკის სასარგებლოდ არის ეს ბალანსი. რატო ცვლის ამ ბალანსს ისე რომ რეალურად და აქ უკრაინის თემა და ევროპთან ურთიერთობის თემა მიაჩნია საკმაოდ დიდი ნაწილი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მოკავშირე გჭირდება, მათ შორის ჩინეთთან დაძაბულობის შემთხვევაში ვისი იმედზე რჩება, ანუ მარტო აპირებს ჩინეთთან ესე ვთქვათ გამკლავებას თუ რამე პრობლემაში. სავაჭრო იქნება ეს ისტორიული პარტნიორი და მეგობარი მეზობელი მექსიკასთან დაძაბული ურთიერთობა ნელ-ნელა მას მოუწევს ამ ურთიერთობების აღდგენა. იმიტომ რომ გერგიცეთ რა არის ამ მნიშვნელოვანი კიდე რომ არის ისტორიული გამოცდილება, რომ სავაჭრო ომები თუ ის იძაბება, აუცილებლად არსებობს შესაძლებლობა, რომ ღია სამხედრო ომში გადაიზარდოს. ამიტომ ეს დასმოსაგვარებელი თემა აქვს და მოკავშირეებიც ჭირდება იმაში, რომ ეს მნიშვნელოვანი ცვლადი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გაჩნდა, ეს არის უკვე ბირთვული კომპონენტი, ბირთვული სახელმწიფოების არსებობა და ეს შემაკავებელი ფაქტორი, რომელიც ჯერჯერობით საბედნიეროდ მუშაობს და ღმერთმა არქნას, რომ არ იმუშაოს. ჩვენ ვიცით, რომ ტრამპი ტაივანზე და ჩინეთთან კონფლიქტი. მომავალ კვირას ის უკვე გეგმავს ყურეში თავის ვიზიტებს, საუდის არაბეთში, ყატარში, ბაჰრეინში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანია მათ შორის რუსეთზე ზეწოლის გეგმის არსებობის შემთხვევაში ნავთობზე ფასების კონტროლის და კიდევ სხვა მიმართულებებით იქ ირანის თემა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ისრაელიც ცოტა დაძაბულია ამ მხრივ. ამ თემებზე მოგვიწევს საუბარი მომდევნო კვირების განმავლობაში, მაგრამ ისე არ მინდა სტუდიიდან გაგიშვათ, რომ არ შეგაფასებინოთ, როგორც მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი თანამდებობა გეკავათ და გამოცდილი დიპლომატი ხართ, პროფესიონალი. ეს გუშინდელი სასაუბრო თემა, ასე ვთქვათ, სოციალურ დონეზე რაც იყო, თორე სერიოზულ განხილვა შეიძლება არც იმსახურებს, რომის პაპის დასაფლავების ცერემონიაზე სხვადასხვა დელეგაციების მონაწილეობა და მათ შორის ეს ატეხილი აჟიოტაჟი მიესალმა არ მიესალმა ხელი დაუქნია თუ არ დაუქნია და ხელი ჩამოვართვა თუ არ ჩამოვართვა. საერთოდ საკითხის ასე დაყენება და ამაზე დადარაჯება რას ნიშნავს ქვეყნისთვის, რომელსაც ამ მხრივ შტატებთან და მის ლიდერებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობები ქონდათ მოყოლებული ედუარდ შევარდნაძიდან სააკაშვილის აღარ. ხო, აი თემას რო დავხუროთ, აქ მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად ტრამპი გადაწყვიტავს, რომ ევროპა, უკრაინა არის მისი საბრძოლო მოედანი თუ არა. ან გადაწყვიტავს, აი ყველა ელოდება ამ გადაწყვეტილებას 100 დღის შემდეგ, რომ რუსეთზე იქნება მეტი მუშაობა თუ უბრალოდ ამ თემას დაძირავს, გადადებს და ევროპაზე გადაიტანს მთელ ამ სიმძიმეს და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ არ გამოგჩეს. ეს არის მომენტი. სიმძიმეთ შეიძლება გადაიტანოს, მაგრამ არ უნდა ჩაჭრა შესაძლებლობების სამხედრო შეიარაღების კომპონენტი თუნდაც კომერციული განიადაგზე, ესე ვთქვათ, მხარდაჭერის აღმოჩენა. რაც შეეხება თქვენ კითხვას, მე მომიწია 4 წელი მუშაობა გაეროში და პრეზიდენტის ბატონ შევარდნაძიდან დაღრებული პრეზიდენტ სააკაშვილი თუ მარგველაშვილი, პრეზიდენტ მარგველაშვილი მე შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე მძიმე ჩემთვის სანახავი იყო, რომ ჩვენ სწორედ ამ ლათინური ალფაბეტით გვერგო საფრანგეთსა და გერმანიას შორის ადგილი. ეს არ არის რაღაცა ქართული ოცნების დამსახურება, ეს ალფაბეტის დამსახურება და მე რო დავინახე, რომ ფაქტიურად მისკენ არც არავინ არ იყურება, რომ ბატონი ყაველაშვილი არც კი აღიქმება როგორც ლიდერი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და მას გამარჯვებას არავინ არ უღიმის, გვერდზე ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი და ფაქტიურად იგნორირებულია მთელი ჩვენი სამეგობროდან ევროკავშირი იქნება თუ სხვა ქვეყნები. ეს ყველაზე მძიმეა იმას დამატებით, რომ ფაქტიურად მაინც ესე ვთქვათ ცდილობა ქონდა ბატონ ყაველაშვილს, რომ ტრამპისთვის თავი წარედგინა და გაასაღეს ვიღაცისთვის ხელის დაქნება, როგორც თურმე ყაველაშვილი იცნო, ის ხო ესეთი ცნობილი პიროვნება, საოცარი ფეხბურთელია, საოცარი პოლიტიკოსია და აი ამის ესე გასაღება, რომელიც იმ ტრაგედიას, რომ ფაქტიურად საქართველოს ევროკავშირის გეოპოლიტიკურ რუკიდან ოცნებამ ჩახსნა და ჩვენ უბრალოდ მართლა რაღაც კეთროვანი ვითავართ იქ იქნება ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი და ამას თვითონ აღიარებს პრემიერ-მინისტრი, რომ უჭირთ ამ ურთიერთობის დაალაგება, ეს სწორედ მათი დამსახურებაა და მათი მიზანია, რომ ფაქტიურად იმისთვის რომ ხელისუფლებაში დარჩენ, რომ არანაირი კრიტიკა, ეხლა მარტივი კითხვა, რომ არ გაეკრიტიკა, ყველაფერი მიიღო ევროკავშირს, რასაც ქართული ოცნება. პრობლემები ხო არ ექნებოდა შესაბამისად არც ევროკავშირთან. ან მანამდე როცა ასოცირების ხელშეკრულებას აწერდნენ, მაშინ არ იყო ბიუროკრატიული, მაშინ არ იყო გლობალური თუ ომის თუ deep state-ის თუ სხვა, ხო? ანუ ეს არის ის, რასაც მის ამომრჩევლს მომხრებს ტვინსურეთს ხავს და ეს ხალხი სამწუხაროდ აჭმევს. ხო, სამწუხაროდ ეს ხალხი იმის გამო, რომ ალტერნატივის პრობლემა არსებობს ქვეყანაში, მიაჩნიათ ომშვიდობა იყოს, აი ეს კლიშეები, რომელიც რუსული პროპაგანდიდან მოდის, თითქოს ჩვენზე არის დამოკიდებული, რაც უკრაინა ვაჭრო, რუსეთს თუ გადაწყვეტილი აქვს ამას ნებისმიერი ფორმით განახორციელებს და აქ როდესაც ყავს ხელისუფლება, რომელიც მის პოლიტიკას ატარებს დასავლეთის წინააღმდეგ, თავისთავად ეს შეუმჩნეველი ჩვენი ევროპელი თუ ამერიკელი პარტნიორის არჩება და ამიტომ არის ისაც შევნახეთ, რომ ფაქტიურად გამარჯვებაც კი არავის არ უთქვია ბატონი ყაველაშვილის და თუ გაიგეს ვინ იყო ზურგი აქციას. მადლობა ძალიან. ანუ მაჭავარიანს მას დაამშვიდობები.